უნარი ნომერი 2. მოწვევა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, იმიტომ რომ ჩვენ ამ უნარს ვეძახით კარიბჭეს. ნაცნობთა სიაში დამატების შემდგომ მე გასწავლით მოწვევას. ეს ზუსტად იგივენაირი მოწვევაა, რომელიც შეგიძლიათ ისწავლოთ ერიკ ვორის წიგნიდან, სახელად GoPro. თქვენ საერთოდ არაფრის შეცვლა არ დაგჭირდებათ იმ მოწვევის სტრუქტურაში, რომელსაც ერიკი თავის წიგნში აღწერს, იმიტომ რომ ძალიან მარტივია. როცა ადამიანები მეკითხებიან თუ როგორ ვაკეთებ მოწვევას, მე ვპასუხობ, რომ ზუსტად იგივეს ვაკეთებ, რასაც ერიკი თავის წიგნში აღწერს. ასე რომ თუ გჭირდებათ დამატებითი მასალა, წაიკითხეთ მისი წიგნი, რომ მიხვდეთ რაზეა საუბარი. როცა მოწვევას აკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია მიხვდეთ, რომ ამ უნარისთვის უნდა ისწავლოთ მოწვევის სტრუქტურა. ჩემთვის ყველაზე საინტერესოა აღმოვაჩინო ხოლმე ადამიანები, რომლებიც უერთდებიან ქსელურ მარკეტინგს და შემდგომ ბუნებრივად თავისი ინტერპრეტაციით იწვევენ ხალხს და ხვდებიან, რომ ეს მიდგომა არ მუშაობს. ამიტომ საჭიროა მოწვევის სწავლა. ეს იგივეა, რაც პირველ ვიდეოში ვისაუბრებ, კანდიდატების სიის გაზრდის შესახებ. ეს უნარი, რომ განავითარო ადამიანებისგან უნდა აიღო საკონტაქტო ინფორმაცია და შემდგომ მასთან იყო კავშირზე. მოიპოვო და გაზარდო ნდობა. რიგითი ადამიანი ამას არ აკეთებს ჩვეულებისამებრ. ადამიანები არ მიდიან წვეულებებზე იმისთვის, რომ საკონტაქტო ინფორმაციები აიღონ და შემდგომ კონტაქტზე იყვნენ მათთან, რომ ბიზნესში მოიწვიო. ამიტომ ეს უნარი საჭიროა, რომ განვავითაროთ ჩვენში. ჩვენებურად გაკეთებული მოწვევა არასწორად გამოდის. აი გაიხსენე შენი პირველი ზარი როგორი იყო. ჩემსავით ყველაფერი მოუყევი? მე 1 საათი ტელეფონზე უყვებოდი ყველაფერს, რაც მქონდა გაგებული. ხოლო იმისთვის, რომ მისგან მომესმინა, რომ არ იცოდა საიმისო იყო თუ არა. ამიტომ პროფესიონალური მოწვევა 1-2 წუთი გრძელდება. ჯობია 20 წუთში 5-10 მოწვევა გააკეთო, ვიდრე ერთი მოწვევა, სადაც ადამიანს ყველაფერს აუხსნი. დაიმახსოვრე, შენ ხარ ტრეილერი და არა თავად ფილმი. შენ მოწვევას აკეთებ, რომ ადამიანმა ნახოს ბიზნეს ან პროდუქტების პრეზენტაცია, რაზეც შენ იწვევ. ახლა კი გადავიდეთ სტრუქტურაზე, რომელიც 8 პრინციპისგან შედგება. პრინციპი ნომერი 1, რომელსაც ეწოდება არ მაქვს დრო. საუბარს აი ასე დავიწყებდი. გამარჯობა ფრენკ, დენიენი ვარ. მისმინე, საერთოდ არ მაქვს დრო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენთან 1 წუთი დაკავშირება. შეგიძლია საუბარი. აი მხოლოდ ეს. მინდა რომ მიგანიშნოთ რაღაცაზე. რომ შეძლოთ მარტივად განმეორება. მე ვთქვი არ მაქვს დრო, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო დაგლაპარაკებოდი. ამ ნაწილზე მინდა თქვენი ფოკუსირება. წარმოიდგინე ურეკავ ადამიანს და ეუბნები დრო არ მაქვს. შეგიძლია საუბარი. ადამიანი იფიქრებს, თუ არ აქვს დრო, მაშინ რატომ ირეკავს? ამიტომ მნიშვნელოვანია დააყოლოთ შემდგომი ფრაზა. მაგრამ მნიშვნელოვანი იყო 1 წუთით დაგლაპარაკებოდი. Something as, but it is very important for me to talk to you for a minute. Why? You are increasing the importance of the phone call. იმიტომ რომ ამით ზრდი ამ ზარის საჭიროების მნიშვნელობას და მნიშვნელოვან განცდას. ფსიქოლოგიურად დადასტურებულია, რომ ადამიანებს მოსწონთ დაკავებული ადამიანები და არა უსაქმურები. Also psychologically it's proven people like people that don't have a lot of time. წარმოიდგინე რაღაცის კეთების შუა პროცესში ხარ და გირეკავენ, ძმაო როგორ ხარ? უბრალოდ ნაცნობია. ამ დროს ფიქრობ, ღმერთო ჩემო, როდის დამთავრდება ეს სატელეფონო ზარი. ამიტომ ადამიანებს არ მოსწონთ ეს. ამიტომ საჭიროა რომ გააკეთო მოკლე და სწრაფი მოწვევები. იმიტომ რომ ადამიანებს მოსწონთ საქმიანი ადამიანები და მეორე მიზეზი არის ის, რომ ეს არის მოკლე სატელეფონო ზარი. მეორე პრინციპი, კომპლიმენტი. Step number 2 is where it all goes down. რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა დანარჩენ პუნქტებს შორის. შენ შეიძლება წააგო ან მოიგო ეს სატელეფონო ზარი ამ პრინციპების გათვალისწინებით. სწორედ ამ პუნქტში შენ ადამიანს ეუბნები გულწრფელ კომპლიმენტს. მე აი ასეთ რაღაცას ვიტყოდი. გააქვს 1 წუთი? კი, მაქვს. ფრენკ, გუშინ გაგიცანი ღონისძიებაზე, მაგრამ არაჩვეულებრივი პიროვნება ხარ. I got to know you yesterday at the event. You are an incredible person. ბევრი არ მინახავს, ვისაც ასეთი ენერგეტიკა აქვს. დავალება, რომელიც შეასრულე, ჩანდა რომ ჯგუფის ნამდვილი ლიდერი ხარ. ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ რა გულწრფელობა და ყურადღება ჩადე პიროვნული განვითარების მიმართულებით. I love how much sincerity and how much focus you put on this whole topic of personal development. I mean just რომ გიყურებდი იმდენი რამე ჩაიწერე და ზოგს კიდევ კალამიც არ ჰქონდა ამოღებული. For example, so
მინდა მიგანიშნოთ, რომ მე არ ვაძლევ ერთ კომპლიმენტს, არამედ რამოდენიმეს. მეორე, მე არ ვეუბნები, რომ კარგი ენერგეტიკა გვაქვს და პიროვნული ზრდა სერიოზულად გაინტერესებს. მე შემეძლო ასეც მეთქვა, მაგრამ ეს სუსტია. ადამიანის შებმას გავს. ადამიანი იფიქრებს, რომ ეს იმიტომ მაქებს, რომ ჩემი შებმა უნდა, მაგრამ მე თუ ამ კომპლიმენტს თან დავუმატებ განმარტებას, თუ რატომ მომეწონა მისი ენერგეტიკა, მაგალითად, აი ის დავალება როგორც შეასრულე გუშინ, ჯგუფში ნამდვილი ლიდერი იყავი. ამით ადამიანს ვეუბნები მიზეზს, თუ რატომ ვაძლევ კომპლიმენტს და არ დაეჭვდება ჩემში, რომ ვაბამ. მე ჯგუფში ვასწავლიდი ამ თემას და მაშინ გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანი და მძლავრია კომპლიმენტის მნიშვნელობა. ჩემს ჯგუფში მოწვევას ვასწავლიდი და ერთ ბიჭს ვეუბნები. And at some point I was like, listen, bro. მიდი, მომიწვიე. You invite me. Go. I want to hear. So he started to invite me. And he was like, იმანაც დაიწყო. როგორ ხარ? ამ წუთას სემინარზე ვარ, ამ ცალია, მაგრამ უნდა დაგლაპარაკებოდი. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ხარ. სცენაზე რომ გამოდიხარ, ისეთი ენერგიაა, რომ დარბაზი ინგრევა. ადამიანებს უყვარხარ და შენი საუბრით ადამიანებს ტანში ჟრუანტელი უვლით. მე გაოცებული ვუყურებდი. ვოუ, მოიცა, კიდევ მინდა რა მაგარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ვარჯიში იყო და ეს ბიჭი იძულებული იყო კომპლიმენტი მოეცა ჩემთვის, მაინც ვიგრძენი, რომ ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნო და მაგარია. ეხლა წარმოიდგინე, ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ელოდება კომპლიმენტს, ვიღაცა იღებს ტელეფონს და შენ მას ეუბნები გულწრფელ კომპლიმენტს, თუ რა მოგწონს მასში. Telling what you love about the person, what are the potentials that you see, I swear. გეფიცებით, ეს ისეთი მაგარი და სასიამოვნო მოსასმენია. So great. I mean, I was like, ask me anything now, I'll say yes, right? I just ადამიანი ფიქრობს, რა მაგარი სატელეფონო ზარია და ზუსტად ამის მიღწევა გვინდა ჩვენც. შენ გჭირდება, რომ ადამიანი გაიხსნას მოსმენისთვის. ზოგჯერ მეუბნებიან, არ ვიცი რა კომპლიმენტი მივცე ამ ადამიანს. თუ გიჭირს კომპლიმენტის მოძებნა, მე ვეუბნები. საერთოდ რატომ უნდა მოიწვიო ეს ადამიანი, ვისშიც ვერანაირ პოტენციალსა დადებიც ვერ ნახულობ. მე პირადად არ მოვიწვევდი. სხვათა შორის ამ კომპლიმენტის ნაწილმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ ჩვეულები სამებრ უფრო კრიტიკოსები ვართ. ჩვენ უფრო უარყოფით ვხედავთ გარშემო ადამიანებში. Usually when we walk around we naturally again criticize. მაგალითად შოპინგის დროს კონსულტანტს დავაკვირდებოდი და ვფიქრობდი მის დადებით ენერგეტიკაზე. ანუ მენტალურად ადამიანებს დადებითად ვაფასებდი. დადებითი ენერგია, გემოვნებიანი ჩაცმა, მეგობრულობა და ასე შემდგომ. მე სამ დადებით თვისებას ვიპოვიდი და ვეუბნებოდი. მაღაზიაში როცა გაგიცანი მაგარი ენერგეტიკა გქონდა და დაგინახე რომ ადამიანებზე ზრუნავ. იმდენად გემოვნებიანად გაცვია სიმართლე გითხრა შენაერი ადამიანი და სამი წერტილი. ეს უკვე ჩემს გონებაში ავტომატურად ხდებოდა. და ეს ზრდი და ფოკუსირებას, რომ ადამიანების დადებით თვისებებზე ფოკუსირებულიყავი. თუ სამყაროს პოზიტიურად ხედავ და ადამიანებს მხარს უჭერ, ეს გიბრუნდება. It's a positive thing through and through, and that is simply step number 2, making the compliment. Now, step პრინციპი ნომერი 3 არის თავად მოწვევა. Step number 3 is get to the point. Stop creating false small talk. აქ უნდა უთხრა რა გინდა. ნუ მიედმოედები, ნუ დაელაპარაკები ნახევარი საათი ვინმეს და მერე ეტყვი. ოი, სხვათა შორის მინდა ჩემი საქმის შესახებ მეთქვა. არა, პირდაპირ უთხარი რატომაც ურეკავ. იმიტომ რომ ადამიანებს უყვართ გულწრფელობა, მიკიბ მოკვლევების გარეშე. უბრალოდ უთხარი რატომ урეკავ. და აი ასე მაგალითად, ყველა ეს დადებითი თვისება რაც ჩამოთვალე, ვფიქრობ დაგეხმარება იყო არა მხოლოდ მაგარი იმ საქმეში, რითიც მე ვარ დაკავებული, არამედ იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ძალიან დიდ მომავალს შექმნი. აი ასე ახსნილი ჩემი სატელეფონო ზარის მიზეზს. კომპლიმენტის დახმარებით ბუნებრივად კეთდება. That's the invitation, like I drop my reason for the call and it comes just naturally from the compliments. პრინციპი ნომერი 4. შეკითხვა. მე რომ, შენ რომ. თუ გვინდა საუბარი ჩვენ წარმართოთ, აუცილებელი შეკითხვების დასმის ძალა უნდა გვესმოდეს. როდესაც შენ სვავ შეკითხვას, შენ წარმართავ საუბარს. თუ საუბარს შეწყვეტ და კითხვებს არ დასვამ, მაშინ ისინი დაიწყებენ შეკითხვების დასმას. მაგალითად, ორი სიტყვით ამიხსენი, ზუსტად რა არის, რომ მეტი მითხრა და ასე შემდგომ. ჩვენ ეს არ გვაწყობს. How do you do that? Well, you ask questions. We already said that. ჩვენ გვინდა რომ ეს ვიდეო პრეზენტაციის საშუალებით გაიგონ, მაგრამ ისეთ პოზიციაშიც ვერ იქნები რომ ადამიანს უთხრა, არა, მე არ აგიხსნი. მოდი ვიდეოს უყურე. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ საუბარი ბუნებრივად მივიდეს შეთანხმებამდე რომ ნახავს ვიდეო პრეზენტაციას და შემდგომ ავუხსნით დეტალებს. აი როგორ ვაკეთებ. შენ უსვამ შეკითხვებს. მარტივ შეკითხვებს, რომელსაც პასუხი კი მოყვება.
მაგალითად, ფრანკ, მე რომ გადმოგიგზავნო ვიდეო, უფრო მეტი დეტალისთვის შენ გექნება ყურების სურვილი? როგორ შეუძლია არა მითხრას ასეთი შესწავლისა და კომპლიმენტის მერე? ამიტომ ძირითადად გიპასუხებენ კის. ძალიან კარგი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ დრო არ დაგითქვამს მეორე შეხვედრისთვის. თუ აქ დავამთავრებთ საუბარს, ადამიანები ზოგჯერ ტყუილად გვპირდებიან და კის გვეუბნებიან. პრეზენტაციას მხოლოდ 20% უყურებს. ეს საკმარისი არ არის, ამიტომ ვაგრძელებთ მეხუთე ნაბიჯით. და ვუსვამთ კითხვას. მშვენიერი, ახლა რომ გადმოგიგზავნო, როდისთვის შეძლებ ყურებას? შეიძლება გიპასუხოს ამ საღამოს. აი უკვე მეორე შეთანხმებასაც მივახციეთ. ამის შემდგომ ძირითადად გეკითხებიან რამდენი ხანი გრძელდება. პასუხო, დაახლოებით 20 წუთიანი ვიდეოა. ის გიპასუხებს, კარგი, და ამ დროს ის უკვე გონებაში იწყებს დაგეგმვას, რომ ვიდეოს ჩაუდგდეს. მაგრამ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი სრული შედეგისთვის. ასე რომ გვჭირდება მეტი დასტური, რომელიც არის პრინციპი ნომერი 6. ეუბნები. კარგი, თუ დაგირეკავ ხვალდილით ნამდვილად ნანახი იქნება ვიდეო? აი ახლა ის სერიოზულად უდგება რომ აჰა, ესე იგი უნდა უყუროს და დაგელაპარაკოს კიდეც. ამის შემდგომ ზუსტ პასუხს გეუბნება. იცი, ხვალ საღამოს უეჭველი ვნახავ. ჩვენც ზუსტად ეს გვინდა. უბრალოდ მისი თანხმობა კი არ გვჭირდება, არამედ ზუსტი დრო, როდის უყურებს ვიდეოს. ანუ ხვალ დაგირეკავ და უეჭველი ნანახი გექნება, ხო? კი, რა თქმა უნდა. კარგი, მშვენიერი. აი, ახლა უკვე მესამე დასტური გვაქვს, სადაც ვაზუსტებთ თუ როდის გადავურეკავთ უკან. დარჩა კიდევ ერთი ნაბიჯი. პრინციპი ნომერი 7. ეკითხები მის ყველაზე მოსახერხებელ იმეილს ან ტელეფონის ნომერს და შენ ამთავრებ მოწვევას. ასეთ შემთხვევაში ადამიანების 80% გამოყვება. ასეთ რამეს ვეტყოდი. ეხლა გიგზავნი ინფორმაციას, რომელი მეილზე გირჩევნია გადმოგიგზავნო, ან რა ნომერზე დაგირეკო ხვალდილით. გაძლევ საკონტაქტო დეტალებს და ეუბნები. კარგი, გადმოგიგზავნი ეხლა მასალას და ხვალდილას დაგირეკავ. ბედნიერ დღეს გისურვებ. და პრინციპი ნომერი 8. დაკიდე ყურმილი. აღარ გააგრძელო საუბარი, იმიტომ რომ თუ საუბარს გააგრძელებ, ის დაიწყებს შეკითხვების დასმას. ცოტა მეტი ამიხსენი რა არის. ჩვენ ეს არ გვინდა. ამიტომ დაკიდე ყურმილი. მოდი ახლა მე ჩამოგიყალიბებ თავიდან ბოლომდე მოწვევას. მოკლედ, შევხვდი სემინარზე ადამიანს და მეორე დღეს უკავშირდები. გამარჯობა ფრენკ, დენიელი ვარ. როგორ ხარ? მომისმინე ძმაო, დრო არ მაქვს ამ წუთას, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია შენთან დარეკვა, ერთი წუთი შეგიძლია მომისმინო? კი, რა თქმა უნდა. ფრანკ, გუშინ შევხვდით და არც ისე კარგად გიცნობ ჯერ, მაგრამ ძალიან მაგარი იყავი. რა მაგარი ენერგეტიკა გაქვს. აი ის სავარჯიშო რა მაგრად შეასრულე. ძალიან მაგარი იყო, ხალხი აღფრთოვანებული იყო. ჯგუფში ნამდვილი ლიდერი იყავი. მე გაოცებული ვარ, რამდენად ფოკუსირებული იყავი პირველ განვითარებაზე. იმდენი რამე ჩაიწერე, ზოგს კალამიც კი არ ქონდა წამოღებული. შენ კიდევ რეული გაავსე. ძალიან გაოგნებული ვარ და ფრენკ, მე გულწრფელად ვფიქრობ, ეს თვისებები, რაც შენ გაქვს დაგეხმარებოდა, არა უბრალოდ წარმატებული იყო ბევრ რამეში, არამედ იმ საქმეში, რასაც მე ვაკეთებ. შენ საოცრებას შექმნი. ვფიქრობ, რომ დაუჯერებელ შედეგებს დადებდი შენი და შენი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ასე რომ ვიფიქრე, მე რომ გადმომიგზავნო ვიდეო ინფორმაცია ნახავდი? კი, რა თქმა უნდა. მშვენიერი. ეხლა რომ გადმოგიგზავნო, როდისთვის შეძლებ ნახვას? ეხლავე შევძლებ. კარგი, ეხლავე გადმოგიგზავნე. ანუ მე რომ დაგირეკო საღამოს უეჭველი ნანახი გექნება? რა ხანგრძლივობის ვიდეოა? დაახლოებით 30 წუთი. იცი რა, მოდი ხვალდილას დამირეკე და უეჭველი მექნება ნანახი. მშვენიერი. რა იმეილზე გადმოგიგზავნო ეს ვიდეო ან რა ნომერზე დაგირეკო ხვალდილით? აი ეს იმეილი და ამ ნომერზე დამირეკე. კარგი ფრენკ, ძალიან აღფრთოვანებული ვარ, შეგეხმიანები ხვალდილით. ინფორმაციას ეხლა გიგზავნი. კარგად, დაკიდებ ყურმილს. მე არ ვიცი, რას ფიქრობთ, მაგრამ მაგარი მოწვევა იყო, ხო?
time to be able to do it that way. I have done this invitation. ასეთი მოწვევის გაკეთებას სჭირდება დრო. ასეთი ათასობით მოწვევა გამიკეთებია. ამ პროგრამის ფარგლებში ვსაუბრობთ უნარ-ჩვევებზე. აქ ჩანს, გვაქვს თუ არა პროფესიონალური მიდგომა. ყველას შეუძლია ლამაზად ჩაიცვას, მაგრამ ეხლა ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ უნდა ისაუბრო და მოიწვიო. იღებ თანხმობას. ადამიანები უყურებენ ვიდეოს. ეს უბრალოდ თანხმობა კი არ უნდა იყოს, არამედ ისე უნდა მოანდომო ადამიანს, რომ ერთი სული ჰქონდეს ნახოს ვიდეო. კი, გეუბნებიან, რომ პრეზენტაცია ყოველთვის ნენახი იქნება. მაგრამ საჭიროა რომ ტელეფონს როგორც კი დაკიდებს, ეგრევე მივარდეს კომპიუტერს. გადადოს ყველაფერი, რასაც აკეთებდა და უყუროს ვიდეოს. ამ ადამიანს ისე უნდა დააინტერესო, რომ ცეცხლი ჰქონდეს ანთებული. უნდა დააინტერესო თუ რატომ ურეკავ, რატომ მიეცი გულწრფელი კომპლიმენტი თავისი განმარტებებით. რა შესაძლებლობაა მისთვის? იცით, მესამე პრინციპში, სადაც უკვე თავად საქმეზე შეთავაზებას აკეთებთ, თუ წარსულში ადამიანმა გითხრა, რომ არ მოსწონს უფროსი და შეგიძლია უთხრა, იცი რა, როცა ვილაპარაკეთ, შენ მითხარი, რომ არ მოგწონს უფროსი და შენი თავის უფროსი გინდა იყო. ეს ნამდვილად გინდა თუ უბრალოდ თქვი. აი ესეთ რამეებზეც შეგიძლიათ მოიწვიოთ. მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია აზრს მიხვდეთ. ასე ხდება ნამდვილი მოწვევის ოსტატი. აი აქ ჩანს, ვინ არის პოზიორი, მოყვარული ან პროფესიონალი. მე იმდენიმე ვარჯიშია მოწვევაზე, მე სხვადასხვა ნივთებს ვიწვევდი. Here's a glass, okay? This glass. I could just invite this glass right now. აი ეს ჭიქა, ამ ჭიქას ასე მოვიწევ. გამარჯობა ჭიქა, როგორ ხარ? დენიენი ვარ. მისმინე შუა ვიდეოს ჩაწერის პროცესში ვარ, მაგრამ აუცილებლად უნდა დაგლაპარაკებოდი ერთი წუთით. გააქვს დრო? კი, მაქვს დრო. მშვენიერი, მომისმინე, შენ ხარ ერთ-ერთი საუკეთესო ჭიქა, ვისაც ვიცნობ. შენ ისეთი გამჭირვალი და სანდო ხარ, მოგწონს დახვეწილი დეტალები. და ეს ყველაფერი გამოგარჩევს ყველა დანარჩენი ჭიქისგან. ყველა ეს თვისება, რაც გაქვს, შეგიძლია გარდაქმნა დიდ შედეგად იმ საქმეში, რომლითაც მე ვარ დაკავებული. ამიტომ ვიფიქრე მე, რომ ეხლა ვიდეო პრეზენტაცია გადმოგიგზავნო. ნახავდი? კი, ნახავდი. მშვენიერი, როდის ნახავდი? ამ საღამოს შევძლებ. მშვენიერი, ანუ ამ საღამოს მე რომ გადმოგირეკო, უეჭველი ნანახი გექნება. კი, შევძლებ ნამდვილად. კარგი, რომელი მეილზე ან რომელ ნომერზე დაგეკონტაქტო? აი ეს და ეს. ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო იქნება შენთან საუბარი. კარგად. აი ესე მოვიწოვდი ჭიქას. უპრობლემო. მე მომიწოვია ჩემი ძაღლი, მაგიდა, საჭმელი, პური, დედაჩემი, ბიძაჩემი, მიკროფონიც კი. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მივხვდეთ მოწვევის სტრუქტურას. ერთხელ სან-დიეგოში ვესწრებოდი ლიდერულ ბუტკემპს. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთმა დიდმა ლიდერმა ევროპელი ლიდერები მიგვიწვია. ყველაფერი მაგარი იყო. ნამდვილი ქსელური მარკეტინგის ცხოვრების სტილს გრძნობდით. პატარა ტრენინგიც ჰქონდა მოწვევაზე, სადაც ის ნებისმიერს ადევდა ხელს ოთახში. მიდი, მოიწვია შენ ძმა ახლავე. და იმ ტიპმა დაიწყო. გამარჯობა ძმაო, როგორ ხარ? მისმინე, ბუტკემპზე ვარ ეხლა და ჩემი ბიზნესის შესახებ მინდა მოგიყვე. არასწორია, დაჯექი. ძალიან გაუტყდა. მერე მეორეს მინუტითა და იმანაც დაიწყო. ჰეი, ძმაო, როგორ ხარ? რას აკეთებ? არასწორია, დაჯექი. ძალიან დამამცირებელი იყო, თითქოს ტოპ ლიდერები ვიყავით ამ ბუტკემპზე და არავინ იცოდა სწორად მოწვევა. არ ვიცოდით სტრუქტურა, არც GoPro-s წიგნი არსებობდა მაშინ. მაგრამ ამ ლიდერმა იცოდა ის, რაც ჩვენ არ ვიცოდით. ეს იყო სტანდარტიზირებული, დუბლიცირებული, სტრუქტურულად ჩამოყალიბებული, პოზიტიური მოწვევა, რომელიც ადამიანს ხიბლავს კომპლიმენტით და მარტივი შეკითხვების დასმით. ეს იყო იდენტური სტრუქტურა, რაც მე ჩამოგიყალიბეთ და წარმოდგენა არ გქონდა მაშინ ამაზე ჩვენ. სწორედ ამ დროს გავიაზრე. აქ ჩანდა ვინ არის პროფესიონალი და ვინ არა. მე აღარასოდეს მინდოდა ისეთ სიტუაციაში ყოფილიყავი, როცა არ ვიცი როგორ მოვიწვიო სწორად ადამიანი. ამიტომ მოწვევაში გახდე ოსტატი ნიშნავს შეიძინო მნიშვნელოვანი უნარი. ეს ის მომენტია, როდესაც ნებისმიერ ტელეფონის ზარს გარდაქმნის შესაძლებლობა. აი წარმოიდგინე სიტუაცია. ახალბედა აღტაცებულია, ელაპარაკება ხალხს და ერთი დღის შემდგომ დეპრესიაში ჩავარდა. ამბობს, 10 ადამიანს ველაპარაკე და არავის არ უნდა ჩემი ბიზნესი.
ამას რომ ვისმენ ვეკითხები. მოიცავ, შენ ელაპარაკი 10 ადამიანს და ბიზნესი არ უნდათ, ესე იგი? არ აინტერესებთ ეს ბიზნესი. მე რო ვეკითხები, ბიზნესი არ უნდათ თუ სხვა რამეა? ანუ შენ ამბობ რომ მათ უყურეს პრეზენტაციას, გასინჯეს პროდუქტი, მიიღეს ინფორმაცია, გაიცნეს გუნდი და ყველაფერი ამის შემდგომ გეუბნებიან არ მინდა ბიზნესი? არა, უბრალოდ დავურეკე და პრეზენტაციის ნახვა არ უნდა. აჰა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გითხრეს ისწავლე მოწვევა. შენი არაკომპეტენტურობა შენი მიზნების მიღწევაში ხელს გიშლის. მე არ მინდა უხეში ვიყო. ადამიანები უარს გეუბნებიან იმაზე, რასაც შენ ეუბნები და არა პრეზენტაციის გამო. ალბათ ტელეფონში ცდილობ ყველაფერი აუხსნა და ეს არ მუშაობს. ეს ისეთი მნიშვნელოვანია. პირდები იგივე 10 ადამიანისთვის მე რომ დამერეკა, მე ყველასგან კის მივიღებდი. მე არ ვამბობ, რომ ყველა ბიზნეს დაიწყებდა. არამედ ყველას მოუნდებოდა ვიდეოს გადაგზავნა და ეს იქნებოდა სწრაფი მოწვევა. 60 ადამიანს ერთ დღეში დაველაპარაკებოდი პრობლემის გარეშე და მეორე დღეს გავიგებდი მათ შეხედულებას. რაც შეეხება რა უნდა გავაკეთო ვიდეოს გადაგზავნის შემდგომ, ურეკავ და ეკითხები. უყურე პრეზენტაციას? კი, უყურე. ყველაზე მეტად რა მოგეწონა? ეს არის მნიშვნელოვანი შეკითხვა. ანუ თქვენი მიზანია დასვათ კითხვები და გამოაკვიოთ დეტალურად თუ რა მოეწონა ადამიანს და რა ინტერესები გაუჩნდა ვიდეო პრეზენტაციის ნახვის შემდგომ და მისი ინტერესებიდან გამომდინარე გაუკეთოთ მას მასზე მორგებული შეთავაზება. follow-up video.